ღირსი ალექსი ღვთისკაცი დაიბადა რომში, ღვთისმოშიში და გლახაკთმოყვარე ევფიმიანისა და აგლაიდას ოჯახში. ალექსი ღვთისკაცის მშობლებს დიდხანს არ ყავდა ჩვილი. ბოლოს ღმერთმა შეისმინა ქრისტეს ერთგული ცოლ-ქმრის ვედრება და წყალობის თვალით გადმოხედა მათ. კეთილმორწმუნე ოჯახს ვაჟი ეყოლა. 6 წლის იყო ალექსი, როცა სწავლა განათლება დააწყებინეს. ყრმას განსაკუთრებით საღვთო წერილი იზიდავდა. როცა წამოიზარდა, მშობლების მსგავსად კაცრად მარხულობდა. გლახაკებს ეხმარებოდა და მდიდრული სამოსლის ქვეშ ძაძებს ატარებდა. მასში ადრე გაიღვიძა სოფლის დატოვების და ღვთისმსახურებისთვის თავის შეწირვის სურვილმა. მშობლებს უნდოდათ ალექსი დაეკორწინებინა და როცა სულწონებას მიაღწია, საცოლეს მოუძებნეს. ნიშნობის შემდეგ საცოლესთან მარტო დარჩენილმა ალექსიმ თითიდან ნიშნობის ბეჭედი მოიხსნა. საცოლეს მისცა და უთხრა: შეინახე, უფალი იყოს ჩვენთან და დაიფაროს ჩვენი ახალი ცხოვრება. თვითონ კი საიდუმლოდ გავიდა სახლიდან და მესოპოტამიაში მიმოვალ ხომალდზე ავიდა. ალექსი ჩავიდა ქალაქ ედესში, სადაც მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ინახებოდა. გაყიდა ყველაფერი, რაც გააჩნდა. მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა. თვითონ კი ყოლა წმინდა ღვთისმშობლის ეკლესიასთან დასახლდა და მათხოვრობა დაიწყო. ღირსი ალექსი მხოლოდ წყლით და პურით იკვებებოდა. მიღებულ მოწყალებას კი ღარიბებსა და უგბურებს ურიგებდა. ყოველ კვირას ეზიარებოდა ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ნათესავები უშედეგოდ ეძებდნენ ალექსის. ევფიმიანის გაგზავნილი მსახურები ჩავიდნენ ედესაში, მაგრამ ტაძრის კარიბჭესთან მჯდარ გლახაკში თავიანთი ბატონი ვერ შეიცნეს. ალექსი მკაცრი მარხვისაგან გამხდარიყო, სილამაზე გაქრობოდა, მხედველობა დასუსტებოდა. ნეტარმა მამამ კი იცნო ისინი და უფალს მადლობა შესწირა, რადგან თავისი მსახურებისგან მიიღო მოწყალება. წმინდა ალექსის დედა განმარტოვდა და მხურვალედ ლოცულობდა შვილისათვის. საცოლეს დედამთილთან ერთად გლოვობდა. ღირსმა ალექსიმ ედესაში 17 წელი იცხოვრა. ერთხელ ეკლესიის მნათეს ღვთისმშობელი გამოეცხა და დაუწყა: შეიყვანე ჩემს ტაძარში ღვთისკაცი, ღირსი ღვთათა სასუფეველისა. ლოცვა მისი ღმერთამდე ადის და სული წმინდა არის მასთან. მნათემ დაიწყო მისი ძებნა, მაგრამ ვერ იპოვა. შეწუხებულმა ღვთისმსახურმა ლოცვა აღავლინა ყოლა წმინდა ღვთისმშობლის მიმართ და სთხოვა ეჩვენებინა მისთვის ღვთისკაცი. ხატიდან გაისმა ყოლა წმინდა ქალწულის ხმა. ღვთისრჩეული ის მათხოვარია ეკლესიის კარიბჭესთან რომ ზისო. მნათემ მოძებნა წმინდა ალექსი და ტაძარში შეიყვანა. მორწმუნეები, რომლებმაც შეიტყვეს ამ სასწაულის შესახებ, განადიდებდნენ ღმერთს. მიწიერი დიდების ხივლით შეშინებული წმინდანი ავიდა ხომალდზე და კილიკიას გაემგზავრა. მაგრამ ღვთის განგებით ქარიშხალმა გემი შორეული იტალიის ნაპირებზე გარიყა. ნეტარი მამა რომში წავიდა. მამის სახლში მივიდა და თავშესაფარი ითხოვა. ევფიმიანემ შვილი ვერ იცნო. ბრძანა შესასვლელთან მოეწყოთ ალექსისათვის საცხოვრებელი და მისი ტრაპეზიდან ეკვებათ. მშობლების სახლში ალექსი განაგრძობდა ლოცვასა და მარხვას. მორჩილებით იტანდა წყენასა და დაცინავს მამის მსახურებისაგან. მისი ოთახი საცოლის ფანჯრების პირდაპირ იყო და ნეტარი მამა იტანჯებოდა მისი მოთქმა ვაების სმენით. მხოლოდ ღვთისადმი უზომო სიყვარული ეხმარებოდა ნეტარს ამ ტკივილების გადატანაში. წმინდა ალექსი მშობლიურ სახლში 17 წელი ცხოვრობდა. წმინდა ალექსის გარდაცვალების დღეს საკათედრო ტაძარში წირავდა რომის პაპი ინოკენტი. წირვას იმპერატორიც ესწრებოდა. მსახურების დროს საკურთხევლიდან გაისმა ხმა: მოვედით ჩემ და ყოველნი მარშრულად და მტირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ. მოძებნეთ ღვთისკაცი მარადილ სიცოცხლეში და ემანილოსოს ქალაქისათვის. შეშინებული და გაუგნებული რომაელები მთელ ქალაქში ეძებდნენ ღვთისათვის საქმეყოფილს, მაგრამ ვერ იპოვეს. ღამის თევის ლოცვისას პაპი შეევედრა უფალს, დახმარებოდა ნეტარის პოვნაში. ლიტურგიის დამთავრებისთანავე კვლავ გაისმა ხმა: ღვთისკაცი ევფიმიანეს სახლში ეძიეთ. როცა ევფიმიანესთან მივიდნენ, წმინდა ალექსი უკვე გარდაცვლილი იყო. მისი სახე ანგელოზზე ბრწყინავდა. ხელში კი ეჭირა ეპისტოლე. ეპისტოლიში წმინდანის ცხოვრება იყო აღწერილი. წმინდანის ხედარი ძვირფას ახოებში შეგრაგნეს. როდესაც ეპისტოლე წაიკითხეს, მშობლებმა და საცოლემ ტირილი თაყვანი სცეს წმინდა ნეშტს. წმინდანის ხედარი ქალაქის მოედანზე დაასვენეს. მის ირგვლივ თერმა რომა მოიყარა თავი. პაპმა და იმპერატორმა თავიანთი მხრებით შეასვენეს წმინდანი ტაძარში. ერთი კვირის შემდეგ კი მარმარილოს აკლდამაში ჩაასვენეს. წმინდა ნაწილებიდან მაკურნებელმა კეთილსურნელოვანმა მირონმა დაიწყო დენა. Baby